უბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩალაუბანში 9 წლის მოზარდი პნევმატური იარაღიდან გასროლი ტყვიას ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც გასროლა მოხდა. ექიმის ინფორმაციით ბავშვს აორტა და თირკმელი დაუზიანდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. ტირის თოფიდან გასროლი ტყვია მოხდა მუცლის არეში. მე მივუწვდი თავაყენეთ ეს ბავშვი, უკვე ფერი დაკარგული ქონდა ამ ბავშვს. მაშინვე დაეკარგა ფერი, ასე რომ კაკეთ წამოიყვანეთ, აქ რომ მოვიყვანეთ, ზუსტად აი ამ ადგილზე იქნებოდა. ბავშვი ჩვარივით გახდა, სულ გაითიშა ბავშვი. მე გავიქეცი ახლა სასწრაფო გამოიძახით, მაგრამ მე თქვი ახლა ვიფიქრე სასწრაფო მოვიდო და მანქანა გამოვართ მეზობელს, რომ ექიმთან ამეყვანა, პირველი დახმარება ჩაეტარებინა ექიმს. მაგრამ იქამდეც უკვე აზრი აღარ ქონდა მეყვანას. იქ რომ მივიყვანეთ უკვე ბავშვი პირის გარდაცვლილი იყო რა, გონზე აღარ იყო ბავშვი. მე თვითონ გუშინ აი ამაბის მომსწრე ვარ, ბავშვს მოვიდა კისტი თოფი ეჭირა, დაუძახა, იქნებოდა 5 საათი. აი ამ გზაჯვარედინზე ორივენი ვნახე. ეხლა ბავშვები არიან, ალბათ იფიქრეს, რომ ჩიტები დავხოცოთო და გავიდნენ ქვეით. ეძახიან აგე ღარიბანთ უბანს, იქ რა ვიცი, რანაირად წაიყვანა, ბედის წერა იყო ამ ბავშვისა თუ რა იყო, იქ ჩასულან და იქ მოხდრილა ეს ამბავი.